აი ეს შეიძლება მომივიდეს ამ ქალაქში თუ ფრთხილად არ ვიქნები, თუმცა სიფრთხილე ჩემი დიდი პლუსი არ არის. და ამას მიუთითებს ისიც, რომ იქ სადაც მოპარულ ტავარს ყიდიან, მე ჩუმად გადაღება გადავწყვეტე, თუმცა ეს ცოტა მოგვიანება. ეს ჩვენ ვართ ნაპოლში ჩასვლამდე და ნაპოლში ჩასვლის შემდეგ. თქვენი აზრით რამ შეიძლება ორ ადამიანს შეუცვალოს ასე რადიკალურად ხასიათი? სანამ ამას გეტყოდეთ, მოგიყვებით დაახლოებით როგორი წარმომედგინა ნაპოლი. ნაპოლი, ზღვისპირა ქალაქი, სადაც ერთნაირად უყვართ პიცა და მარადონა, პატივცემენ ხელოვნებას და ყავთ ლამაზი ლამაზმანები. ჩემი წარმოდგენა მართალიც აღმოჩნდა, თუმცა მოდი ამ ყველაფერს დავამატოთ, ბევრი მაფიოზი, უფრო მეტი ემიგრანტი და სიბინძურე და მივიღებთ იმ ნაპოლს, რამაც მე შოქში ჩამაგდო. ნაპოლში ჩავედით ღამის პირველ საათზე და ჩვენი პირველი შთაბეჭდილება იყო ასეთი. აბა რა სიტყვებեք? სასწაულია ხალხო, არ ვიცი, საცხოვრებ თუ რა შეშვიდეში. ამ საუბრის პარალელურად უკანა ფონზე ხედავთ სამხედროებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ბარიგას ჩხრეკს. 3 კილომეტრშია ჩვენი სასტუმრო და 25 ევრო მოგთხოვა ტაქსმა და ცოტა ფული დავზოგეთ. და პოლიციელებმა დაამუღამეს ეს ყველაფერი და უკან მოყვებიან ჩუმად, რომ ვინმე არ აგვეკიდოს. და დიდი შანსია რომ აგვეკიდოს. გაგზარცვავენ ვარყოფცვა. ხოლო 5 წუთის შემოსულები ვარ და სასტუმრომდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. თუმცა გზა ძალიან საშიშია და დიდი ალბათობაა იმისა, რომ გავქურდავენ. და მაინც სწორ ადგილას არ დავდივართ თან. ყველაფერი აპარატურა, ჩანთა, გული. ვაფშე ყველაფერი თან გვაქვს და ჩვენ ჩამოვედით რომიდან და ისეთი განსხვავება, ანუ იქ ძალიან ბევრი მიგრანტია და რაღაცა, მაგრამ შედარებით უსაფრთხოდ გძნობდით თავს, მაგრამ აქ ეგეთი ვაიბი ვაფშე არა. გონია რომ ვიღაც ახლა ჭრტილიდან გამოხდება და წამართვებს ჩანთას იმენ. აქ დაუშვით დიდი შეცდომა. და წავედით იმ გზიდან, სადაც ხამე გავლა ძალიან საშიშია. ყველა კუთხეში აქ ხალხს ძინავს. ქალაქში რო კრიმინალის დონე არის, ხო და მანქანაა გადახილი. ანუ ყველგან ვიღაცა ზინავს, ან რაღაცა ეგეთია გაფენილი რა. ამ ადგილას ამ კაცმა ძალიან შეგვაშინა. მივდიოდით სასტუმროსკენ, თუმცა სურათი ყველგან ერთი იყო. სიბინძურე და ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკისგან გაბრუებული მიგრანტები ყოველ კუთხის ნაბიჯი იყვნენ. და რა შეიძლებოდა ამ დროს ცუდი რამ მომხდარიყო? მეგობრებო, ისე მოხდა, რომ ჩვენი სასტუმრო არაა ღია, ხარი 3 საათი. თუმცა ბედი ჩვენს ხარეს აღმოჩნდა, რადგან ამ ქალაქში მყავდა მეგობარი, რომელმაც გვაპოვნინა სასტუმრო, რომელიც არც თუ ისე იაფი იყო. არსად არა ასე ერთად ადგილები და ცულიში პოეტ სასტუმრო. მოგვილოცეთ მეგობრებო, სასტუმროში ვართ. და დაახლოებითი წარმოდგენა რო შეგიქმნათ, როგორ სასტუმროში დავრჩით გუშინ. რა ხდება ძმა? ეუნებით არის ბინძური გალა, არ გჯერათ. ხო, ჩვენი სასტუმროს წინ ასეთი ხედები ქონდა, როგორი საქმეს კაცი. ეს ჩემი მეგობარი სობოა, რომელიც 3 წელია ნაპოლში ცხოვრობს და დღეს დამეხმარება ნაპოლის აღმოჩენაში და ასეთი პირობაც მომცა. შემოვედი თორე ნაპოლი არ მომეწონა რა. და რაც ფიქრობ, ამ 5 საათში თუ 7 საათში შეძლებ რო შემოცვლევინო ეს აზრი. ნაპოლში როცა მოდიხარ, ორჯერ ტირი, პირველად როცა აქ მოდიხარ და მეორედ როცა აქედან მიდიხარ. ხსნი, არის რაღაც რაც მიზიდულს ხდის ამ ქალაქზე. და მართლაც შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ ეს ქალაქი მომეწონოს? ცოტა ვისაუბრეთ, ჩაიდავლეთ და არც მეტი და არც ნაკლები, წავედით ბაზრობაზე, სადაც მოპარულ ნივთებს ყიდიან. ება. შოთა ყიდულობს სათვალეს. კაი. Model novo. Tira. რადგან გადაღება სასტიკად აკრძალულია, გადაწყვეტე ჩუმად გადაგვეღო ეს ყველაფერი. გადაწყვეტეთ ბექას 80 გადაიღო, მე კიდე ტელეფონით მალულად. თუმცა ჩემი სკილები არის თუ ისე კარგი აღმოჩნდა, რადგან ყველა მომჩნევდა. და ეს ყველაფერი არ გამორჩენია აქაურობის დამკვირვებელს. დამკვირვებელი არის ადამიანი, რომელიც გავს ადგილებს კურირებს და მე ჩემთან ახლოს მოვიდა და რბილად კინა ჩამარტყა და მითხრა რომ ვიდეოს ნუ ვიღებდი აქ. სამწუხაროდ აქ იძულებული გავხდი ვიდეოს გადაღება შემეწყვიტა. თუმცა აქედან მოხდა ისეთი რამ, რამაც მართლა ძალიან შემაშინა. წარმოიდგინეთ ერთი დიდი ჩაფსტვენა და რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი გაქრა. მთლიანი ბაზარი დაიშალა. და ამის შემდეგ ვიღაცა ადამიანები გვეძახიან რომ მათთან მივიდეთ. მეტრო იქვე იყო და რა თქმა უნდა ამ ერეულობაში გადაწყვეტეთ იქ გაქვსეულიყავით. და რასე თუ შეგეშინა? ყველაზე ცუდი რა შეიძლება და ახლა რომ მოხდარიყო რაც ჩვენ გავაკეთეთ. არ ვიცი, არ ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რისი გაკეთება შეუძლიათ. ის რა იყო, რომ ჩავშტოვინ, ეს რა იყო? მოვხდით ისეთ ადგილზე, სადაც არ იყო მიზნად შეწოლილი ვიდეოს გადაღება. დღეს ვტოვებთ ნაპოლს საბედნიეროდ. კიდე კაი მართლა. ანუ შოთა მეუბნება რომ შეძლებ რომ ნაპოლი შემოყვარო. ცოტა აფორიაქებული ვართ, იმიტომ რომ ისეთ ადგილას ვიყავით, რომ მაფიოზების გავლენის ქვეშ იყო ის ადგილი, იყიდებოდა ისეთ ნივთები. იყიდება კარული ნივთები, მეგობრებო, რომელსაც კიდევ იაფად. ან ისკის ხო შავამდე ჩვენი სიცოცხლე, მაგრამ კაი გადაღები ავიღე რა. შეიძლება და საქართველოს ტელეფონს
ანუ ჩვენს ნივთებს გაყიდნენ მე რეალურად. ყველაფრის შემდეგ წავედით ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მეტრო სადგურში. სად ვართ ახლა? ვიმყოფებით ნაპოლში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ყველაზე ლამაზ მეტრო სადგურში. სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ გამაუცა ამ მეტრომ. უბრალოდ ამ ადგილზე ცნობილი სერიალის კადრებია გადაღებული და მაგიტომ არის ცნობილი ეს ადგილი. აქაა გადაღებული ცნობილი სერიალი მარი ფოლე. და რო გითხრათ, აღთქმანებული ვარ თუ არა, მაგრამ მითხრეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მეტროა ევროპაში. რას ფიქრობ, შენ მოგწონს? ლამაზია კი. ნახე რა მაგარია. დიდად აღთქმანებული მე არ ვარ პირადად. დაუმატური ხარ რა. წყვილს ხო არ ვიტყვი. აი მე ის უფრო უმეწონა ბაზრობა. მოგვიანებით ამ გოგოება ინსტაგრამის გამოწერის სანაცვლოდ ეს ნაპოლიტანური საკვები გვაჭამეს. შიგნით აქვს პასტა. როგორია? არა, არ გადავაგდო. გუშინდა დღესა შედარებით, მაინც აქვს რომ თავს დაცულად, მაგრამ მართლა სხვანაირი ვაიბები წამოიღო. ალბათ შეჩვა უნდა მართლა რომ აქ მოგეწონოს ხორბა, მაგრამ მე აქ არ ვიცხო. აქ ასევე შევნიშნე ასეთი რამ. ხუჩას ისინი გააქრეს. ადრე თუ ხუჩას აღმერთებდნენ, ნაპოლის გუნდიდან წასვლის შემდეგ ის აღარ უყვართ. ამას მიუთითებს ისიც, რომ ადრე თუ ყველა ქუჩაზე იყიდებოდა ხუჩას მაისურები, ახლა მას ვეღარ შეხვდებით. შემდეგ გადავწყვიტეთ გვენახა მარადონას მემორიალი. რადგან დიდად ფეხბურთი არ მიზიდავს, ეს ადგილი ჩემთვის არ იყო გასაოცარი. თუმცა ძალიან გამიხარდა, როდესაც ქართული დროშა დავინახე კედელზე. წასვლის წინ კი რამდენიმე მეგობარი შემოგვერთა და გადავწყვიტეთ სანაპიროზე დაგვესრულებინა დღე. გვიმარჯოს მოკლედ და ამ მოგზაურობას გაუმარჯოს და თქვენ დარჩენას და ჩვენ წასვლას გაუმარჯოს რა. და იცით კიდევ ის გაუმარჯოს? ჩვენ სპონსორს Salia Travels, რომელსაც მოგცა საშუალება გვემოგზაურა იტალიაში. თუ კი სანდო ტურისტულ კომპანიას ეძებ, შენ უკვე იცი ვისაც უნდა მიმართო. ამ სიგიჟეების ფონზე მომეწონა თუ არა ნაპოლი. ჩემი პასუხია კი. მართლაც არის ამ ქალაქში რაღაც, რაც მიჯაჭულს ხთის მის მიმართ. და თუ კი მექნება შანსი კიდევ ერთხელ წავიდე აქ, სიამონებით წავალ. მე კი შენთან თხოვნა მექნება, გამოიწერო ჩემი არხი, რადგან არ გამოგჩეს მსგავსი გიჟური ვიდეოები. მე გემშვიდობების შემდეგ ვიდეომდე.